და ეს რაღაც ჯანდაბა. ნეტავი მართლაც რა უნდა იყოს? მე არ ვფიქრობ, მას ასე უბრალოდ უნდა შევეხოთ. გეთანხმები, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გამოვიკულიოთ. მოემზადეთ. გობლინები? ეს რას უნდა ნიშნავდეს? ჩემი აზრით ეს გობლინების სახლია. იქეთ გაიხედეთ, ეს ზუსტად ის ნავია, რომელიც მაშინ ვნახეთ. ალბათ სწორედ ასე მოხვდნენ გობლინები აქ. შესაძლოა ეს უძველესი არტეფაქტი იყოს, რომელიც ამ კარიბჭეს ხსნის. სარკე, რომელშიც უამრავი მაგიური შელოცვა აჩადებული. ვერც კი წარმოვიდგენ მის საფასურს. შეიძლება გობლინები ვიღაცამ გამოიძახა ამ ნივთით. ასევე მათ ვიღაც იარაღს აძლევს და მათთან ერთად აქ უშვებს. და ეს ქმნილება სარკის დასაცავად. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ გობლინების მკვლელო? გამოდის ისინი გობლინები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ აფეთქების ხან ყველაფერი მოიცვა. თუ გობლინები აქედან შედიან და გამოდიან, ჩვენ შეგვიძლია ამის უყურადღებოდ მიტოვება. ანუ ისინი აქ მის დასაბრუნებლად არიან. ჯანდაბა, კარგი რა. ცოტა ხანი მაინც დაგვასვენეთ. გობლინების მკვლელო. რა? არის ჩემ ჯიბეში. არე დარდო, ეს პრობლემა არ იქნება. ანიმე გახმოვანებულია ამ მოტედაბისთვის. თქვენთვის ახმოვანებენ სანუ და ნერო. სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. შეიძლება მის გაკეთებას? რა თქმა უნდა, შევძლებ. საკუთარ თავზე იფიქრე. ისე არ დაგემართოს როგორც წინაზე, კარგი? სწორედ ამას გეგმავ. ბატონო, გობლინების მკვლელო ყველაფერი მზად არის. ცოტათი იმპროვიზირებულიც კია. შესანიშნავია. შენსკენ რა ხდება? დიახ, მე მზად ვარ. კარგი, რამდენი შელოცვა დაგვრჩა? მე ერთი მაქვს დარჩენილი. შეინახე, ჩვენ სწორედ უნდა შევარჩიოთ მისი გამოყენებისთვის. კარგი. მე ორი დამრჩა. მე მხოლოდ ერთი დრაკონის მეომარი გამოვიძახე 3-დან. მაგრამ ჩემთვის არ დაგჭირდება იმის თქმა, რომ შევინახო ეს.
სწორია, ჯაუშანში შეინახეთ, გოგონა დაიცავე. გასაგებია. გინდა რომ ყურადღება მივაქციო სარკეს, ხო? სადღაც ორი ცალი მეც დამრჩა. შეინახე ისინი ჩვენი კოზირი იქნება. კარგი, მაშინ მე მათ გამოვიყენებ, ოდესაც შენ დაგჭირდება დახმარება. ჩვენ საკმაოდ იღბლიანები ვართ. ბოლოს და ბოლოს სამიშელოც უღოქს დარჩენილი. რაც აქ ჩამოვედით, ვფიქრობ, რომ გრძელყურება ისეთი დებილი აღარ არის. რა სიუხეშია დებილი, არასდროს ყოფილვარ. ანუ რა გინდა რომ მე გავაკეთო? მოვამწყდოთ ისინი და მოვკლად ერთიანად. შემოიტყო ისინი რამდენადაც შეძლებ. რაღაც მგონია რომ ბევრს ითხოვთ შემგან, მაგრამ კარგი. მე ამას გავაკეთებ. ახლა კი ეს ის დრო, როდესაც შეგთხილად უნდა მოიქცე. ერთი. დალაქო ისროლე რამდენიც გინდა, აქ კიდე უამრავია. ორი და მოსგეგმავ, ესეც ორი. სამი. რვა. მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ეს იმათ ნიშნავს, რომ ჩვენს მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს მე მომანდეთ. 3 მარცხნიდან მოდის, 4 კი მარჯვნიდან. გავიგე. შენ როგორი გასაოცარი ხარ? ეს ასია? თქვენ უმაღლესობო მიიღეთ ჩემი ლოცვა, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ეს სარკე ამ სამყაროში? უცნაურ ბრონტოს საურს გძნობ. მომეცი ძალა 1000 წლოვანო. აქედან უზარმაზარი მოდის. მე მივხედავ მას. საკურთხევლიდან არ გაინძრეთ. გასაგებია. 17, 20, 21. არის. ორკბოლ კიდე მჭირდება ისრები. გადაეცი. ახლავე. გამომართვე. არის. იქეთ გაიხედე. ჯანდაბა ჯერ კიდევ ვერ მოჩიქესრიანო. ცოტაც. მე დაგეხმარები. მადლობა. კიდევ დიდი დრო გჭირდებათ? და საფიზღარი ძალა აქვს. ორკბოლ. ის აიძულესო პატარა გობლინების დახოცოს. ჯანდაბა ეს დაუჯერებელია. წელყურებავ ცოტათი მეც ვერ ისვრე. კარგი რა, მაშინ ცოტა უკეთესი ისრები მაინც მომეცით. უბრალოდ მათქვებს რატომ არ ესვრე? შანსი არა. ერთი მიწოლაც და ეგ არის. გობლინების მკვლელო. სარკე დააწვინე და თავის ზემოთ დაიკავეთ. გასაგებია. ის მოდის. ყველაზე დიდი სროლე, ზემოთ. ზემოთ, კარგი. ველი მუშაობის დროა გნომებო. შეაკუჭეთ ხრეში ერთად რათა იქცეს დიდ ქვად. ორკბოლ გაქეთ. მადლობა.
გობლინების მკვლელო. ჩვენ სინათლე გჭირდება. გასაგებია. დიდებული, დედამიწის დედა. თხოვ დაგლოცე. გაგვინათე სიბნელე. ის აფეთქება. ყველანი დაწეკით. ატრიალი ტომლები გნომებო ატრიალი თატრიალი და გაუშვით ის. ახლა კი ცნობების კონტროლი. და კიდევ სამი. ჯანდაბა, კი, მაგრამ საერთოდ რაზე ფიქრობდი ორკბოლგ? ცოტათი შემეშინდა. ცოტათი? სულ ესაა? გულისხმობ, რომ ასეთი რამეები ხშირად ხომ ხდება? ჯანდაბა. მადლობა ხმერს გქონდა ჩვენი დიდებული სარკე და ჩვენს გემო გქონდა. ჩვენ ძალიან კარგი იღბალი გვაქვს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე იყო. თითქმის მთელი საქმე შენ გააკეთე ქერცლიანო. მაგრამ მე თითქმის ვიფიქრე, რომ ჩვენიდან ვეღარავინ გადარჩებოდა. შესაძლოა ეს ხალხის უკან დასაბრუნებელი გზა იყოს და ლაქო. არ მაინტერესებს. ძალიან გაგვიმართლა, რომ ქალაქთან ახლოს არ ყოფილვართ. თუ ჩვენ ქალაქის ქვემოთ ვიქნებოდით, სხვა გეგმა დაგჭირდებოდა. ჰეი, რა არის? არანაირი ცეცხლი, წყალი, საწამლავი დაფეთქება. ორკბოლგ. რა? გობლინების მკვლელო. მიხარია რომ უსაფრთხოდ ხარ. მე მოვედი რომ რაღაც კითხო. გისმენ რა არის? გამიხარდება თუ იმის პასუხი მეწოდინება, რაც შენ გაინტერესებს. შენ ყველაფერი იცი ხომ ასეა? ჰო, შენ ნამდვილად მართალი ხარ. გასაგებია. შენ ეს როგორ გაიგე? არა. მე ყველას რაღაცას ვეკითხები, ვინც ამ საქმეში ჩახედულია. ყველას? ახლა გასაგებია. როგორც ჩანს ამ საკითხში ძალიან განსწავლული არ უნდა ვიყო. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ არ მიხარია პირველად ჩემთან რომ მოხვედი. შეიძლება ვიკითხო რაში ვარ ეჭმიტანილი? არის რამოდენიმე მიზეზე. თეთრი, ხომ ასე ერქვა? ალიგატორს? ხო, მგონი ასეთი რაღაც ერქვა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ გამოჩნდა. ესე იგი შენ იმას ამბობ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო? ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი გეგმა იყო ჩვენი გზიდან მოსაშორებლად. მაგრამ ის ასევე გობლინებსაც დაესხა თავს. ეს ცოტა არარეალურად ჟღერს. წარმოიდგინე, ამხელა არის ეს გვირაბები და შენ არ გაქვს ზუსტი რუკა, არანაირი ვითხების კვლელობის დავალება. ეს ადგილი ავანტიურისტების მოსაკლავადაა. ეს შეუძლებელია პატრულირების გარეშე. როგორც ჩანს, ავანტიურისტების შესახებ შენ საკმაოდ განსწავლული უნდა იყო. ვფიქრობ, რომ მე ავანტიურისტი არ ვარ. ეს უკვე ნიშნავს, რომ მე რაღაც ადგილს ვიცავ. ეს რაღაც ნაცნობია. ეს რაღაც არსება კანალიზაციას იცავს. ეს ყველაფერი ცოტა ირონიულია, ასე არ გონია? ვიფიქრო, რომ უზენაესმა ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ ქალაქი უნდა დაიცვას. შენ უნდა იცოდე. ხალების მკვლელობაზე და მათი ადგილიდან გაუჩინარებაზე. და გომებს ისინი იკტოვებდნენ. ეს ის არ არის, რასაც გობლინები აკეთებენ. ნამდვილად. მათ თავიანთი ნადავლი ბუდეში მიყავთ, რათა მისით გაერთონ. ისინი მას სწრაფად არ კლავენ. ისინი რაღაცას გეგმავდნენ ამ სარკის გამოყენებით.
ისინი დემონთა ლორდის მსახურები არიან. მათი ოსტატი. დიდხანს აღარ იცხოვრებს ამ სამყაროში. ისინი აბსოლუტურად განსხვავებულ ადგილას გაიგზავნენ გმირის მიერ. მაგრამ თუ გობლინები შეტევას გადაწყვეტენ, მაშინ ამ შემთხვევაში მე ალბათ საერთოდ ვერაფერს მოვიმოქმედებ. გავიგე, რომ ისინი ქალაქის ქვემოთ ცხოვრობენ. ასევე ისიც გავიგე, რომ ჩემს წინააღმდეგ ემზადებიან. შურის ძიებას გეგმავენ. მე ამ ყველაფერს უნდა გავუძლო. მაგრამ ვისთვის უნდა მეთხოვა დახმარება? გმირის სახელად სვორდ მეიდენ. მას თხოვა გობლინებისგან დაცვა. მე საერთოდ არავინ დამიჯერებს. შენ რას გეგმა? რას მიპირებ? არაფერს. რადგანაც შენ არ ხარ გობლინი. სწორედ ამიტომ შენ მიზეზებს არ მეკითხები არა? თუ შენ თქმა მოგინდება, მე მოგისმენ. უბრალოდ მინდოდა, რომ ვინმეს ჩემი გაეგო. რამდენად რთულ მდგომარეობაში ვიყავი და როგორი შეშინებული. რამდენად მტკივნეული იყო ეს ყველაფერი. ამ სამყაროში არსებობენ ისეთი ქმლებები, რომლებსაც ყველაფრის განადგურება შეუძლიათ. უბრალოდ მინდოდა, რომ ადამიანებს ეს გაეგოთ. მაგრამ საბოლოოდ ასე არ მოხდა. თუ გსურს, შეგიძლია კარიბჭის სარკე მიიღო. შენ ნამდვილად გაუგებ ყველა ადამიანს. ვიცი, რომ ასე მოიქცევი. ჩემთვის ეს გასაგებია. რა? ეს ხომ ანტიკური რელიქვიაა, რომელიც ათასობით წლის წინანდელია. არანაირი გარანტია არა იმის, რომ სხვა გობლინებიც არ ისწავლიან ამის კეთებას. ჩვენ სარკედ ვიწალბეროთ უნდა შევისწავლოთ და ჩავაგდოთ არხში. მასზე ის რაღაც ეძუნებს. რა ერქვა? თეთრი რაღაც რომ არის. შენ ასეთ იქცევით მუდმივად აგრძელებ ჩემს გაოცებას. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ შენ შეჩერებას მაინც ვერ შევძლებ. ალბათ. მაშინ მინდა, რომ მე ერთი რაღაც შეგეკითხო. მე ვერაფერს ვერ დაგკვირდები. რაც გობლინების მოკლა დაიწყე, მას შემდეგ რაიმე შეიცვალა? რაღაც. თუ გმირს შეუძლია დემონთა ლორდის მოკლა, დარწმუნებული ვარ, რომ სამყარო გადარჩება. მაგრამ თუ 55 წლის ქალი, რომელსაც გობლინები დაესხნენ თავს, ჯერ კიდევ ეძებს ხსნას. ეს საერთოდ არავის შეუმჩნევია. ნიშნულობა არ აქვს იმას, რამდენ გობლინებს დახოცავენ. საერთოდ არაფერი შეიცვლება. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია. შენ ამბობ, რომ ეს საშინელებაა. ასეა. მე ყველაფერი გავიგე დასაწყისიდან დასასრულამდე. მაშინ სწორედ ამიტომაც არ მესმის ზუსტად რას გრძნობ. ესე იგი შენ არ აპირებ ჩემს გადარჩენას? არა. მაგრამ თუ სადმე გობლინები გამოჩნდებიან, შეგიძლია დამიცახო. მე მოვკლავ გობლინებს შენთვის. მაშინაც კი თუ ეს ჩემს სიზმრებში იქნება? ხო, შენ ნამდვილად მოხვალ? ასეა? ხო, რადგანაც მე გობლინების მკვლელი ვარ. მე შენ გამოცნერვიულობ. მე დავასრულე. მადლობელი ვარ, რომ მასთან საუბარი გადაწყვიტე. ჯანდაბა, ეს სახალისო იყო. შენ არ იყავი ის, ვინც გობლინების ალყაში ტიროდა ბავშვებით? ასეთ რამეს როგორ იძახი? კარგი, რა ჩვენ ისინი დავამარცხეთ და გავიმარჯვეთ. თან ამისთვის გადაგვიხადეს კიდეც.
მე ვერაფრით ვერ დაგეხმარეთ, მაგრამ სარკე მაინც დავიჭირე. ჩვენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს. ჰერესი გავანადგურეთ და გავაკეთეთ დიდებული საქმეები. გულისხმობ, რომ მე ახტაცებული ვარ ჩვენი ერთად მუშაობით. კარგი კომპლიმენტები საკმარისი, ახლა კი საჭმელი ვიყიდოთ ამ ფულით. დვარფები მხოლოდ და მხოლოდ საჭმელზე რატომ ფიქრობენ? კარგად იმუშავე, გობლინების მკვლელო. როდესაც უკან დაბრუნდებით, კარგი რა, არ ვიცოდი თუ გეღვიძა, უბრალოდ რატომ არ დაილაპარაკებდი? მე ახლა ხანს გავიღვიძე. ეს არ ვიცი, იმიტომ რომ მუდმივად ეს მუზარადი გიკეთია. გასაგებია. როდესაც უკან დაბრუნდებით, არის რაღაც ისიც მინდა. რაღაც ისიც დაგინდა? ყინულის ტკბილეული. ყინულის ტკბილეული? შემიძლია დაგეხმარო თამაში. თუ შენ ასე გინდა, რა თქმა უნდა, ის ერთესთან ერთად მზადდება. ტკბილეულობა. ჩვენ გვაპატიეთ ამის გამო. არაფერი ეს ნერვიულო. ახლა კი დალაქო. დასიტყვი რომ დვარფს მიენდო საჭმლის არჩევაში. კარგი, როგორც გინდა. ძალიან კარგი. კარგი, მაშინ ეს შენზე იყოს. კარგი და როგორ აპირებ ამის გაკეთებას? დაახლოებით ასე. ბატონო გობლინების ყოლო, თუ თქვენ გჭირდებათ რაიმეს დატრიალება, ვფიქრობ რომ გამოსადეგარი იქნება რაიმე პედლიანი ხელსაწყო ამისთვის. გასაგებია. გობლინების მკვლელო, მეც შემიძლია მონაწილეობის მიღება? რა თქმა უნდა. შენზე რა სიტყვე? მე ზუსტად არ ვიცი. კარგი, მაშინ მე არ დამობრალო თუ შე რაიმე გეწყინება. კარგი რა, რატომ იქცევი ასე? მორჩა, გადაწყდა, მეც ვიღებ მონაწილეობას. ახლა კმაყოფილი ხარ? ხო.